საღამო მშვიდობისა. ესეთი ძალიან საინტერესო სიტუაციაა ახლა, ესე იგი, ვერცხლის ფასი კატასტროფულად აწეულია. თითქმის ლამის 100 დოლარამდე ავიდა უნცია. ანუ ასეთი სწრაფი ასვლა არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია. ახლა ჩემ წინაგერს გრაფიკი მიდევს კომპიუტერში და ამას attachment-ში დავდება ამ ვიდეოს ქვევი და თქვენც ნახავთ. ესე იგი 1980 წელს დაახლოებით პლუს-მინუს იქ რაღაც თვეები იყო დაახლოებით მსგავსი სიტუაცია და მაშინდელი ფასით 45 დოლარამდე ავიდა, სადაც 40-ის ფარგლებში იყო უნცია. ანუ დღევანდელ ფასებში რო გადავიყვანოთ ინფლაციის გათვალისწინებით 200 დოლარი უნცია. მერე დაიწია ძალიან მაგრად, ვიკიპედიაში შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია იქ ძმები იყვნენ ორნეი, მაგათ შეისყიდეს, ესე იგი მთელი მსოფლიოს ვერცხლის რაოდენობის ნახევარი დაახლოებით და მერე როგორღაც გაკოტრდნენ ეგ სახელმწიფო ჩაერია მაგ საქმეში მონოპოლიზაციის წინააღმდეგ და ბირჟაზე დაეცა ეს ფასი და მერე სადღაც 10-ის ფარგლებში მერყეობდა ხან უფრო ქვევით იყო. მერე ისევ მოხდა ეს ავარდნა დაახლოებით 2010-ში, 12-ში, შეიძლება პლუს-მინუს რაღაც, ანუ სერიოზული ავარდნა იყო ისევ. ეს მოხდა როცა ის იყო კრიზისი და მერე უძრავი ქონების კრიზისი იყო სერიოზული, ანუ იქ ფასები დაეცა იმ პერიოდში. მაშინ ავიდა დაახლოებით 50 დოლარამდე უნციაზე, უნციის ფასი. ანუ ესეთი სერიოზული ავარდნა არ იყო როგორც 80 წელს, მაგრამ სერიოზული ავარდნა იყო, ესეთი ასიმპტოტური ფაქტურად გრაფიკს რო შეხედავთ. და მერე დაიწია ისევ სერიოზულად დაახლოებით 20-17-20 ამ ფარგლებში ტრიალებდა კარგი ხანი და დღეს ნახეთ რა ხდება. დღეს ესე იგი თითქმის ვერტიკალური ასიმპტოტაა რა, ანუ შეუზღუდავი ესეთი სწრაფი ზრდა მიდის და დღესდღეობით 90-ის ფარგლებში ტრიალებს. ანუ ეს დაიწყო ასვლა 30-დან ერთი წლის განმავლობაში. სამჯერ არის აწეული ერთი წლის განმავლობაში. და ახლა უყურეთ რა ხდება. მე ადრეც ვეუბნებოდი ვისაც ვიცრომდით ჩემ მეგობრებს, რომ შეისყიდეთ ცოტა მეთქი თუ გაქვთ საშუალება ახლა იქ დიდარი ხალხი ბევრი არ არის ჩემი ირგვლივ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა 1000 დოლარის მონეტაც რო ქონდეს მეთქი, გასამაგდება, გაოთხმა ხდება. ეს მოხდა ახლა. ანუ ნახეთ რა ხდება. თუ გედო თქვა ერთი უნცია პატარა მონეტა, რომელიც 30 დოლარი ღირდა, 25, დღეს ეგ უკვე 90. ეს 90 დოლარი კიდე სპოტის ფასია, თორე თქვენ რო ყიდვა დააპიროთ იქ რომ მიხვიდეთ მაღაზიაში ან რაგინაც ონლაინ 100 დოლარად ხედიან უკვე და მეტად, ხო? ანუ ძალიან აწეულია ფასი და ახლა თავარი ეს არ არის. თავარი ის არის, რომ რა მოხდება მომავალში, ხო? ანუ დაუშვათ და გაგრძელდა ეს ასვლა. ახლა 80 წლის კრიზისი რას აჩვენებს? იქ მაშინაც რაღაც ირანულის რევოლუცია და ნავთობის კრიზისი და 1000 რამე იყო და ბევრი ეს ფაქტორები ახალც არის გადახლართული, მაგრამ მაშინ მოხდა ესეთი რამე, აი ჩარტს უყურებ ახლა. ესე იგი ავარდა აქ 55-მდე დაახლოებით. მერე ჩამოვარდა ძალიან სწრაფად რაღაც ერთი თვის განმავლობაში თითქმის განახევდა, ხო, თუ დაჟე უფრო მეტიც. მერე ისევ აიწია დაახლოებით 25-მდე, მერე ისევ ჩამოვარდა, ესე იგი დაიწია, ასეთი ის გააკეთა, რა ქვია, რამდენიმე ნახტომი, ზევით ქვევი და მერე ბოლოს დასტაბილურდა დაბალ იმაზე რა, ნიშნულზე. თითქმის 5 თუ 7, 10-ის ქვევით იყო რა, რაღაც პერიოდი მერე. ანუ ასეთ ალბათ ჩემი აზრით, ახლა ჩემი აზრი უბრალოდ გამომდინარე იმიდან, რაც ისტორიიდან გამომდინარე. ახლა შეიძლება ამ ფასმა 100 ზევით შეიძლება ავიდეს, მაგრამ მერე ისევ ალბათ ჩამოხტება შეიძლება 60-ის ფარგლებში. მერე ისევ აიწევს და ესეთი ზიგზაგები წავა ალბათ. თუმცა არ არის ისიც გამორიცხული, რომ 200-ისკენ წავიდეს, იმიტომ რომ ესე იგი ოქროსა და ვერცხლის თანაფარდობა დარღვეული იყო ბოლო დროს 100 იყო და ისტორიულად ეს უფრო ნაკლებია ხოლმე 50-ის ფარგლებში. ახლა თუმცა უკვე ეს ბალანსიც დაახლოებით 50-ს მივახლოვდა, მაგრამ აქ ახლა სხვა ფაქტორებიც არის მსოფლიოში ეს კრიზისი და არეულობა. აი ნახოთ რა მოხდება. თუმცა ახლა თქვენ თუ აპირებთ რომ თქვა წავალ ერთი პატარა მონეტას ვიყიდეთ ჩემთვის და დავდება 100 დოლარად, ჯერჯერობით ხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული რომ ახლა განახორდეს ეს ფასი. თუმცა
ალბათ ზევით აწევის შანსიც არის და რა ვიცი, უკვე რისკია. ამის მაგივრად თუ პატარა რისკი გინდათ გაატაროთ, შეგიძლიათ ეს ETF-ები იყიდოთ, აქციები, SLV ვთქვათ, ბირჟაზე, მარკეტზე, სტოკ მარკეტზე, მაგრამ იქ რისკი იმაშია, რომ ერთხელ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ETF-ები არ არის გარანტირებული რეალური ვერცხლით და შეიძლება იმ აქციებს თავისი პრობლემები აქვს. ანუ შეიძლება განაცხადონ, რომ ვეღარ მიყვება ვერცხლის ფასი, შეიძლება ეგეთი რამე მოხდეს. ნახოთ აბა.